პაიკიძე, ქუთაისელი. აბდულ გინჯული თბილისი ლურჯი კუთხე. აქ ირკვევა დათო მამულიას მეტოქე მერვედფინალში და ეს მერვედფინალი ხვალვე გაიმართება. ჯერჯერობით იმის შეიძლება გინჯულცაცია, ჯერჯერობით შეტევა არ ქონია არცებს. შემთხვევაში აი საწყისი დროის მიხედვით ასე. ცენტრში უფრო ის ცდილობს ხოლმე შედეგის დაწყებას, თუმცა ეს საკმაოდ ფიზიკალურად არის გაიგიძა და იმ ჩვენ პასუხი მისი მარჯვენა მუცელში. იგი პოზიცია ცენტრში არის თბილისელი და ქუთაისელი მის გარშემო მოძრაობს, როგორც ვთქვი, ეს ცენტრში დგომა თავისთავად არც არ ნიშნავს. ზუსტი დათვა პაიკიძის მხრიდან ისევ კორპუსში, მუცელში, ტანში. ისეთი დარტყმა, როგორც თავში დარტყმული და ისიც ჩვეულებრივ ერთგულად ითვლება. აქტიური გინჯული, მაგრამ პაიკიძე უმკლავდება მას და პასუხობს, როგორც ხედავთ. იშვიათ შემთხვევებში პაიკიძემ დაიწყო შეტევა. როგორც უშედეგო დასაწყისი ჰქონდა და დასასრული შეტევის გინჯულს იგივე რიტმით გრძელდება და იგივე. აი ახლა როგორც იქნა მოვატყო გინჯულმა ამანაც მოსელში. და რაჯის ჩაფხუტი აქვს ალბათ გასასწორებელი. ქუთაისელ მოკრივეს.
ესე თანაბარი ბრძოლა ჩაქუჩი 10 წამი დარჩა ვერ გავისკავ ახლა მე რაც დავინახე ორჯერ მოარტყა მოცელში ბაიგიძემ და ერთხელ გინჯულმა დანარჩენი ბევრი შედეგიანი დარტყმა არ ყოფილა აი ამ პირველ რაუნდში ახლა საჯები შეფასებას მოგცემენ სამამ საჯმა მიანიჭა გინჯულს ალბათ უფრო მეტი აქტიურობისთვის და ორმა მიანიჭა ქუთაისს 3-2 ჯერჯერობით წინ არის არტურ გინჯული პოზიციურად იგივე სცენარია ჩემში ისე გინჯული გამაგდა ჯერ მომენტზე ცოტა გავთვალსაჩინო შედეგიანი დარტყმა აი ბოლოს თუ არ ბოლო ეპიზოდს თუ არ ვიგულისხმებ არ ყოფილა იქამდე აი აქ უკეთესი იყო რა თქმა უნდა გინჯული მის ერთი მარჯვენა ხუთი საკმაოდ მძლავრი შედეგიანი იყო ისე სპაიკიზე თავადაც დაიწყო შეტევა ვერ ვიტყვი რომ ამას მაინც წარმატებით აკეთებს ჯერჯერობით ბაიგიზე უფრო აქტიური ცოლებმა ისიან შეუძლიათ ამ გაბიშის გაგება რა თქმა უნდა და შემდეგ კორექტირებს ამის მიხედვით კარგი კომბინაცია ეხლა თბილისელის მარცხენა პირდაპირ მარჯვენა ხუთი ორივე შედეგიანი იყო ასეთი უპირატესობა გინჯულს პირველ რაუნდში არ ქონია იქ თუ ქონდა საერთოდ ცოტათი უფრო აქტიური იყო აქ მეტი შედეგიანი დარტყმა მეორე რაუნდში რაუნდის ბოლო 10 წამია. ეს კარგი შეტევა იყო ბაიგიძის და რაუნდი გასული ნახოთ აქაც ვაიყოფა ხმები უფრო აქტიური იყო თბილისში. კი, და ეს აისახა კიდევაც ამაში ხუთივე საზღვარი მიანიჭა უპირატესობა გინჯულს და შესაბამისად უცებ იგივე სიტუაცია არის როგორც პირველ ბრძოლაში იყო 4 საათთან 18 საათი გინჯული და 6 საათთან თანაბარია ნავიში შესაბამისად რაუნდში ქონდა ესეთი გამოკვეთილი უპირატესობა უჩქუთხეს და შემდეგ მესამე რაუნდში იგივე სიტუაციაში ეხლა მერე ბაიგიძე ვუშცები პირველ ბრძოლაში სოციალურად სატალა ამას უნდა
გამოკვეთილი უპირატესობით მოგება მესამე რაუნდის. როგორც წესი 20-18 გამონაკლისი შემთხვევების გარდა ნიშნავს გამარჯვებას თავით სასწრაფო მეთოდებს. მესამე რაუნდი. ამის გამარჯვებულს დათო მამულია ელოდება მეორე ფინალში ხვალ. ამ პოზიციონირებაში არაფერი არ შეცვლა, ცენტრში არის თბილისელი. მის გარშემო მოძრაობს მევარ პაიკიძე. ზედმეტად ესეთი შვიდი არ უშედეგო დასაწყისი მესამე რაუნდის რომ ვაგებებთან მიიმწყია ხო ნინჯულმა და ერთხელ მოარტყა მინიმუმ რაც უკეთესი იყო თბილისელი და მარჯვენა ხუთი წინა ხელით მან ის საკმაოდ სიმძლავრი შედეგიანი დარტყმა მიაკეთა მეტოქეს. აქ დაიცვა მოვით თავი ყველა ეს დარტყმა, აი ეს შედეგიანი იყო, ეხლა პაიკიძე მარცხენა მარჯვენამ, თუმცა უმალვე მიიღო პასუხი აგერ გინჯულიდან. მოარტყა ეხლა მარჯვენა გინჯულმა. კომბინაცია მარჯვენა გულდაპირი მარცხენა. მესამე რაუნდშიც აქ თბილისელს უპირატესობა. ბოლოდ წამიდა მოიგო რა თქმა უნდა გინჯულმა ბრძოლაც და ალბათ მესამე რაუნდიც თქო გამოკვეთილი უპირატესობა არ ქონია ესეთი როგორც მეორეში. ესე ჩვენი მეორეში ხედვა რობერტ გინჯული გადის მეორე ფინალში დათო მამულიაზე და შემდეგი წვლილი იქნება ესეთი ლუკა ჩხიკვაძე თბილისელი და თელაველი ნიკოლოზ სადოიანი. ესე იგივე 60 კილოგრამში რჩებით. ალბათ ერთხმათ მოიგებს